მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ რეალ ვაპროსები დაგვიშთა აქ ხალხს, მასა ხალხი შევიკრიბეთ და გვაქვს რეალ ვაპროსები ტურაშვილთან. და ჩვენ ახლა გავუშვებთ მოწმის ჩვენებას და მასალას და მე ამ შეკითხვებზე კითხვებია უკვე, შეკითხვებიც აღარ არის, ხვდებით? აქ არის ძალიან ტონკი განსხვავება კითხვებსა და შეკითხვებს შორის და შეკითხვების ასე ვთქვათ პერიოდი გამლეთ, იმიტომ რომ გავაანალიზეთ მასალა და მთელი რიგი კითხვები გვაქვს ძმაო შენთან. ჯერ გავუშვათ ვიდეო თუ შეიძლება აი ეს სომხების ვიდეო გავუშვით. Вы приехали на Горный Карабах. Вы не опасаетесь, что войдете в черный список Азербайджана? Не думаю. Почему? Ну, так все иностранные гости, посетившие Карабах, становятся персонами нон-грата. Серьезно? Я это не знал. Но если знаю, что равно приехал. Это я не знал, не думаю. Кто это придумал? Они? Усмин. Нет, может это легенда. Я поеду в Баку, там мою книгу перевели на азербайджанский. Будет презентация. Наверное, не будет проблем. Но если я знал, что такое произошло, я все равно приехал. Я не думаю, что из-за того, что я был в Карабахе, меня не пустят в Азербайджан. Дато Турашвили не согласен с теми, кто обвиняет непризнанные республики на Южном Кавказе в сепаратизме. По его мнению, каждый народ имеет право на самоопределение, в том числе и абхазский. Это им решать, гражданам Абхазии. Конечно, они могут, если они захотят. Если они не захотят, это все от них зависит, от граждан Абхазии. Любой человек, любая нация, любой народ, любой государство сам должен делать свой выбор. Самой главной ценностью для человека Дато Турашвили считает свободу. Ее ограничение, по мнению грузинского писателя, недопустимо ни для отдельного человека, ни для целого народа. Я очень хочу быть свободным человеком. А свободный человек только тогда может быть, когда он думает и уважает другую свободу. И человек, который не думает и не уважает, не признает чужую свободу, чужого другого человека, он сам никогда не может быть свободным. Так что это им абхазам выбирается. Они же сами чувствуют, это я знаю. Это очень маленькая страна, это же их очень мало осталось. Это же один из древнейших народов. А Россия огромная страна, для них Абхазия это вообще не проблема. Еще независимости там пока нету. Если они хотят, это другой вопрос. Но сейчас это часто... ხო, მოკლედ, შეკითხვა მგობრებს იმაში. ძმაო, დაგიმონტაჟეს ეს თუ მართლაც ერების თვითგამორკვევის პრინციპის მომხრე ხარ, რომლის მიხედვითაც აფხაზეთი სეპარატისტები კი არ არიან, არამედ ახორციელებენ თავიანთ დაამონოს უფლება აქვს. და აუთ გამოყოფის უფლება. მეტი კითხვა არ აქვს. შეიძლება დაგიმონტაჟეს სომხეთში არასწორად, რა ვიცი, ეშმაკს არ ძინავს. ამიტომ ერთი კითხვა გვაქვს. ხო უნებრივია რომ შევეკითხოთ ეს. იცი რა არის? არა შალვა, იმიტომ რომ საქმე კიდევ უფრო მარტივად არის. ანუ ამათ აქვთ უფლება, ჩვენ არ გვაქვს უფლება. ესე ლაპარაკის. ამათ აქვთ უფლება, ესე ლაპარაკის, ჩვენ არ გვაქვს უფლება, მაგალითად დოსტოევსკის წავიკითხოთ რუსულ ფილმს უყუროთ. რუსებს დაველაპარაკოთ, აფხაზეთის ლაპარაკებაზე ხო ვაფშე არ განიხილება. მე ვამბობ რუსული პროდუქციის მოხმარებაზე საჭმელი არ შეიძლება ჭამო, იანდექსის გამოძახება, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ მათ აქვთ უფლება მსგავს განცხადებას. ეს ეთიკური რელატივიზმი, ეს ორმაგი სტანდარტი იყო, რაც თან დაკვებოდა მათ რადიკალიზმს, მაგალითად ელენე ხოშტარიას, რა შორს მივდივართ, ელენე ხოშტარიას აქვს უფლება, რომ რუსის სტუმარი გააგდოს აქედან, რომელიც დაბადების დღეს იხდის, უბრალოდ გააგდოს, პროსტა და თვითონ კრემლიდან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან შეიძლება რომ რუბლებიერიცხებოდეს. ანუ აი მეტი რაღა უნდა ილაპარაკო ამაზე. იმას რა ქვია, თამარა ჩერგოლეიშვილს აქვს უფლება რომ ყველაფერი აკრიტიკოს, რაც კი შეიძლება გონების პერვერსიულ გონებაში მოვიდეს და თქვათ გაყიდოს გადაცემა, იმას მიყიდოს ხო, გაზპრომს. ნუ აი ესე ვართ რა, მიშას აქვს უფლება რომ რუსები აქოს დაადიდოს და ჩვენ ტურიზმის გადამრჩენელები ესენი არიან და ჩვენ არაფერს ანუ ეს არის ხალხი რომელსაც სერიოზულად არ უნდა ველაპარაკოთ. გაქვთ ამ კომენტარი ამ ადამიანთან დაკავშირებით? ურაშვილი თურმე ემხრობა რომ აფხაზეთი თვითგამორკვევის სახელმწიფო, მაგრამ აგრეთვე ურაშვილი და მისი კლასტერი იხოკავდა სახეს და ჩავარდა ისტერიკაში, როდესაც შემრიგებლურ პოლიტიკაზე გაკეთდა აქცენტი ქართული ოცნების მხრიდან. ის იყო თურმე მოღალატეობრივი ქმედება და ეს ყოფილა თურმე თუ არ არის საქმე და ცუდად დამონტაჟებული. კიდე შანსს უტოვებ რა, არ მინდა გავწირო ხო ხდები? ან დაჟე ვერ ხვდები, აი ციგავერტოვი ვერ დაუმონტაჟებდა ამას. გრიფიტი ვერ დაუმონტაჟებდა. ციგავერტოვი რა მაგარი კაცია, ჩილავექს კამერაი. აი მაგარია. როგორ უნდა დაგმონტაჟო? ის მაშინ AI არ არსებობდა. კითხოთ უბრალოდ, კარგი. თამარა ჩერგოლეიშვილი ახსენე და პოსტი გავუშვით თუ შეიძლება.
აი ეს ველაპარაკეთ ჩემზე და ისეთები მითხრა ჩემ თავს ფეხზე წამოვდექი და ვერ ვждები ან მაგად ურიკინებს ანაც მოვიგეთ ფეოლას მოიგეთ ხო აი კი ბატონო მოგებული იცი ავილეთ ჩემ იცი ავილეთ კი ბატონო გავუშვათ გია ჯაფარიძე მეგობრებო კიდევ ვიმეორებ მეც ზურასაც სხვებსაც ვინც სხედან ივანიშვილის ციხეში აქვთ ერთი ბანაკი და ამ ბანაკს ქვია საქართველო ის რაც ხდება დღეს საქართველოში ეს არის ზუსტად ის რომ სხვა ბანაკის ხალხმა ჩაიგდო ხელში ამ ქვეყნის მართვა ესენი არიან სხვა ბანაკისანი ესენი არ არიან საქართველოს ბანაკის ადამიანები ესენი არიან ზუსტად სხვები და ამას ითხოვდნენ რომ დატოვე საქართველოს ბანაკი და გადმოდი ანტი-საქართველოს ანტი-ქართულ ბანაკში გადმოდი იმიტომ რომ მე ღრმად მწამს რომ საქართველოს ისტორიაში და ჩვენ დიდი ისტორია გვაქვს ასეთი ანტიქრისტიანული, ასეთი ანტიქართული ხელისუფლება ამ მიწაზე მე მგონი თან ბიჭო ვისი ძმა ბაზო ეს თან არის ეს ტიპი საჯაროობაში არის მარტო იმ კვოტით რო არის ზურა საჯდომ მოუბარი აბაშიძის ძმა მარტო ეს კვოტა აბაშიძე არა ჯაფარიძე აბაშიძე არა ანუ ტიპები რომლებიც თავიდან ბოლომდე ანტი-ადამიანურ, ანტიქრისტიანულ კი არა, ანტი-სხვა ყველა კონფესიურ ანუ ქმედებებს აი ყველა კონფესიურ ზურა გირძზე არაირონული ტიპი მე მგონი პოლიტიკაში არ არის ანტი მეტაფიზიკური, ანუ საერთოდ არა მეტაფიზიკური. თქვენ თუ ნახეთ რა მოითხოვა ტიპმა ციხეზე შემომიტანეთ სახლიდანო. ის პილოტი ამერიკის სამხედრო ძალების კეპკა. ხო, ის ხო ქონდა. და ყველაზე მეტად რა მოენატრა? ჩიზბურგერი და მაგან არა. მაგან. რომელ? ზურაგირჩი. არა, ძმა. კი, ეგ არის. ზურაგირჩი. ეხა ხო მოითხოვა ვიღაცამ მისი მეუღლე საუბრობდა ხო თუ არ ზურაგირჩმა კეპკა მოითხოვა იმისი მარსკი ეკოციკების ამერიკის მაგან მოითხოვა სამხედრო ანუ ჩიზბურგერი ამ თელს მრავალფეროვნებაში რაც არის ანუ რა ვიცი ბევრი პატიმარი ყველაფერი უნდა კი იმენა ჩიზბურგერი და კოკა-კოლა იმიტომ რომ უყურე დაბრენდო არამე თავისუფლება იქაც კი თავისუფლების კლუბი უნდა ძმაო პროსტა და გალევა კი არ უნდა თავისუფლების კლუბი ნახე შეხედე ამ ობსესიურ ერთი წუთით ამ ობსესიურ ადამიანს რომელსაც რაღაცა ობსესიური მიმართება აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებზე და ჩვეულებრივად პერვერსიაში გადასდის უკვე ამერიკის სიყვარული იმიტომ რომ სხვა ქვეყნის წარმომადგენელს ესეთი ფეტიში პროსტა არ შეიძლება რა ქონდეს რატო უნდა რომ თავისნაირი ტვინმონგრეული და დეფორმირებული მორალის იყოს მთელი საქართველო არ შეიძლება ქვეყანამ რომ სწორი სტრატეგია ვაწარმოოთ ამ გიჟებთან მაგალითად ზურა გირჩ რამენაირად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოუღოთ თანხა გაუშვათ ამერიკაში ვაჩუქოთ ბინა და მოგშორდება კაი ერთმას იცი რამდენი არა ეს ნამდვილად ის არის შეშლილი მაშინ მე თანახმა ვარ ყველა შეშლილი მაშინ მეც გავგიჟდები ეგრე მაშინ კინოპავილიონივით ავაშენოთ სადაც ტრუმენ-შოუ გავაკეთო ხო სადაც იქნება ამერიკა კი ბატონო ტრუმენ-შოუ რაღაცა პატარა ამერიკული სუბურბი გავაშენოთ ხო პატარა ქალაქი პიკნიკური მოგზაურობა სასწორკვეთილი არანაირი კლასიკა რა სასწორკვეთილი ტრუმენ-შოუ წერტილი იქ ვიღაცებს აუშევთ მაგალითად არ ვიცი ჰოლანდია იქ სკანდინავია ჩინეთში როგორც ხელოვნური ხო რა და ერთი დიდი ადგილი მართლა დიდი სივრცე გჭირდება ლაშაბუღაძე ძალიან მაგარია გავუშვით მაგრამ მეორე მხრივ ეს არის ბრძოლა ადამიანობისათვის სინამდვილეში ეს არის ძალიან დიდი ბრძოლა ეს მართლაც ხომ ერთი და ორი ბარში და თუნდაც ერთწლიანი პროტესტით ხო არ გადაწყდება ეს ხომ ხდებით ჩვენ სინამდვილეში მართლაც არის ადამიანების სულებისთვისაც ბრძოლა არა მხოლოდ მათი თავისუფლებისათვის ეს არის ძალიან დიდი ვიღაცას ესმის ვიღაცას ეს უკაცრავა და ფეხებზე კიდია და ერთი სული აქვს რომ სადღაც გადართოს ეკლა და რაღაცით გაერთოს ვიღაცა როგორ იჭუბებს და ტალეწავს სადღაც რაღაცას ვიღაცა ან ვიღაცა ბულს როგორ აკენწრის მესმის ღმერთმა შეგარგოთ მაგრამ სინამდვილეში აქ არის პრობლემა აი აქ ვარდებით თქვენ ვარდებით რაღაც უფსკოლში აი ამისთვის არის ბრძოლა სინამდვილეში ამიტომ ეს ადამიანები რომლებიც ქუჩაში არიან რომლებიც ბარშებზე გამოდიან რომლებიც წერენ რასაკურველია მათ შეზღუდავენ რასაკურველია მათ მიმართ იქნება რეპრესია რასაკურველია იმიტომ რომ ესენი იბრძვიან იმ დიდი ბრძოლით ყოველგვარი პათეტიკის გარეშე რომელსაც შეეწირა დიახ თუ ქრისტიანობაზე ვლაპარაკობთ ქრისტე სიმართლე აი ჭეშმარიტებისთვის იბრძვიან და ჭეშმარიტებისთვის ვის იბრძვის ის ძალიან დიდ საფასურსაც იხდის და ამან გადაიხადოს ამ ნაბიჭვარმა გააჩერეთ ამ ნაბიჭვარმა გადაიხადოს ეს ნაბიჭვარი მართლაც ნაბიჭვარი დაიჭირონ ერთხელ რა არა ეს უკვე
აღმაშფოთებელია. ეს ერთხელ მაინც დაიჭიროს. აუ რა ნაგლია. ქრისტეო ბიჭო, დაგამშვიდოთ, კაი შალვა გულზე გაკოპერაცია გაკეთე. არა მაქვს ქრისტეო ბიჭო, ქრისტეო. ნაბდონის ნაგლია. აკაცუკებში განსხეულდაო? აი მართლა ქრისტეს მაგალითია ერთამი მოდი წამებული მოციქულის და ქრისტიანობა იყო მკვდარი მოკლული ადამიანების მთელი ლეგიონების და ვისში იყო ეს როგორ შეიძლება რა ამაქციების პერიოდში ვისში იყო ქრისტე მაგალითად აი ნუ ეს როგორ შეიძლება ამაზე სერიოზულად ლაპარაკი არა სერიოზულად არა უბრალოდ რომ წარმოვიდგინოთ რა არა ქრისტეს გამოსახულებას კონტრადიქციას შემოვიტან ბუღაძეს ამ რიტორიკაში უპირისპირდა ამ შემთხვევაში პეტრე კოლხი რომელმაც ქრისტეო ნიუ-იორკშიო ტაქსიში მიზისო თქვა მე თქვა შიაო საჭმელი მომენატრაო არ ვიცი საჭმელი მომენატრაო გააკეთე პეტრე კოლხი გააკეთე ხო და ლაშა პეტრე კოლხის რაღაცა არა რასაც ლაპარაკობს დოდარ მელაძესთან მაგალითად თუ არ ვიცი რაღაცა ის რო არის რა ამაღლობელში ბიჭი რო ამბობს რომ მულტიკები არ აქვს ნანახი თავობას და ხელისუფლებას და მაგიტო გვაქვს საქმე ცუდათო ან ის რო არის მაგდა მამუკაშვილი ან ეს პატარა მაიმუნი თათია მე მგონია მზია ამაღლობელი არა ხო ზია ამაღლობელი რატო იცი იმიტომ რომ ალი ყურზე კაი ყრეხელობა რასაც ბაზრობ თავიდან ბოლომდე არ შეიძლება კაი საზღვარია შენ ჩართე ძმაო გასახილება მე ჩავთე სხვა რამე მე გასახილება ჩავთე ამის დედავატი დაბიჭვარი კაცია ბიჭო თვითონ ერთხელ არ შეხებია არავინ ერთი ნიტოშტო დუბინკა ერთი წამიც ამჯდარა აუ აი რუსთავოზე ყოფილა ხო ვაფშე იყო ერთი წამიც ამჯდარა და იქ ბიჭო აი ჩათლა ბიჭო დიდი სამართალი არის შემშვიდობა აქ ნაკიბული აუ კაროჩე და ვიღაც ბავშვებს მართლა ვიღაცა გიჟებს დევნის იქა დენის შეხედე იცი რა არის ადამიანებს აქვს თავიანთი ფუნქცია ლაშა ბუღაძე არის უმნიშვნელოვანესი მოაზროვნე შესაბამისად ეს რო დაიჭირონ მე ვინ გაიაზროვნებს ვინ გამიაცნეს ამ დიადიდებს დედაფუტკარი მას შეუძლია დისტანცირება ამ მდგომარეობიდან მიშას მაგალითზე ვერ ისწავლეთ ლიდერი აღარ ყავთ იმიტომ რომ ჩამოვიდა ხო ზებრასა კარზე ესე იგი საჭურისების ძალიან დიდი კეთი დევდარიანი აბა შემდეგი მიზანტროპი აქ სანამ კეთი დევდარიანს გადავთ მეორე მნიშვნელოვანი რაღაც იყო რაც არ შევიმჩნიეთ ჩვენ ის სპორტის სიძულვილი რომელიც ზოგადად ამ ой რა თქმა უნდა საჭურისებზე თუ მიდის ლაპარაკი ზედად დაარევასებად მაგათ ხო ხვდები ხე რაღაცა ჩემი არ იყოს მე საჭურისი არაო MMA-ს იმიტომ უყურებთ რომ ქართველები გამოდიან და იქ ეგ ხო რა თქმა უნდა ნუ ყოველ შემთხვევაში მე არ შეურაცხო ვიღაცა კენწლის ბუჭრაზე გამოდის და დოლიძე გამოდის და ასე შემდეგ ეროვნული ნაკრების თამაშობს რა ვიცი ანუ ქართველი ვინცა როგორ შეიძლება იმას არ უყურებდეს და თურმე მაგის ყურება არის ისეთი ანტისახელმწიფოებრივი საქმე, რომ კი არ უნდა გადაერთო ლაშა ბუღაძეს უნდა დაჯდე რა უნდა უსმინო და უნდა დაეთანხმა რომ ქრისტე არის თურმე რუსთაველზე აკაცუკების კეთი დევდარიანი არ ჩავრთოთ? კეთი დევდარიანი ჩავთ მაგრამ პეტრე კოლხი მართლა მოგცენ რა. აი სანამ მოგცემენ კეთი დევდარიანი გაუშვათ რა. კაი გურის გაუსწოროთ კეთი მიზანტროპები არის ყველაზე მაგარი ხალხი სოფლიოში გაუშვით. საბოლოო ჯამში სამყაროს გარდა ყველაფერს აქვს დასასრული ამ ფიზიკის კანონებში რომელშიც ვარსებობ. გაუკვირდება და გააჩერეთ ხანი გააჩერეთ ეხლა სამყაროსაც აქვს დასასრული არის ეს უბრალოდ და არ მინდა ლექციის წაკითხვა. გააგრძელეთ თუ შეიძლება. დასრულდეს ისეთი ხრწნის პერიოდში, როცა უკვე ყველაფერი აყროლებული, ყველაფერი გაფუჭებული და როგორც ლაშამ თქვა, შეუძლებელია ადამიანებთან თანაარსებობა. იმიტომ რომ არ გვინდა დავინახოთ, გაისად კიდევ უფრო მეტი გაქოცებული ადამიანი, კიდევ უფრო მეტი უპრინციპო, კიდევ უფრო კრედიტებით რაღაცის გამმართველებელი ადამიანი. მოუკლათ ეს ხალხი? ბიჭო, ანუ მან ჩვენი ბრალი არ არის არაფერი. მან არის უყურე, აი, წარმოიდგინე, შენ ხარ მოაკაცუკო, ან აკაცუკისებისად მიკეთილი განწყობილი. გადართე ბიჭო და უყურე ამ ორს. ხო. აქეთ ზის. ლაშა ბუღაძე რომელიც თან გლანძღავს რომ ფეხბურთის მატჩს არ უყურებო და იოს თოფურიას თუ კომპლექს გიჩეს რომ ფეხბურთს არ უყურებო. აქეთ ეს გიზის პახოვდუ რომელსაც ყველაფრის გამოყავ ხარ გალანძღული. ბროკოლი რო ბავშვობაში ადამიანის მაგის გამოც. ხო. ხო, მაგრამ რა სიძახის რომ ჯესეთ მეგობრებო სამყაროს აქვს როგორც გაფართოების ფაზა ისე შეკუმშვის მაგას დავიდავნოთ ეს არ არის ამის ტვინის და სასრულია დიახაც მაგრამ ჩვენ არ გვინდა დასრულდეს ისეთი ხსნის პერიოდში, როდესაც ყველაფერი აყროლებული და გაფუჭებული იქნება.
ანუ ყველაფერი აყროლდება მაშინ, როდესაც მათი მომხრეთა რაოდენობა დაიკლებს. და აყროლებაზე ჩვენ რა ვქნათ, ხო? აყროლებაზე აგერ გუბაზის ბიჭი გაუშვათ. არის ამბობს რამე ეს? არა, აყროლების აყროლებაზე გაგახსენდა. სწორად, აი მე ვიქნები დრამატურგი ამ შემთხვევაში საით წავიყვანო ხოლმე. ესეთი ასოციაცია გაგახსენდა. ანუ იდირიჟორებს. ძალიან გქონთ გაუშვათ. იცით როგორ არის? მე პირადად უხვად მომხდა ის წამალი და პირადად ვარ დაინტერესებული, ზუსტად ვფლობდი ინფორმაციას, მე ქიმიური იარაღით მომწამლეს თუ არ მომწამლეს. მათ შორის ჩემი სამომავლო ცხოვრებისთვისაც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გადაუჭივლე. შორის. პრობლემები ხო არ აქვს სამომავლო ცხოვრების შორის. მეც დავეთანხმებოდი. მაგას ქიმიური აქვს ნუ დააბრალებს. მეც დავეთანხმებოდი ეს ჭავლი მას რომ მანამდე მისხმოდა, სანამ მამას გააკურტიზანებდა მიშასთან. მანამდე რომ ყოფილიყო მეც კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენე რომ იქნებ რაღაცა მიმოხდა. რა მაგარი ვარ რომ გააკურტიზანა. სოფლიოში იქნებ გაგეიშა. გაბოზება კაცო, მე გეტყვი. პირველი შემთხვევა, როცა შვილმა მამა გააბოზა რა იმენა. ჰა? შვილმა ბიჭმა გააბოზა მამა. მე ეგეთ ისტორიაში გახსოვს. ბაჩაბაზი გახადა იმე, მაგას არაფერი თემები ევასება, ბაჩაბაზი. პირიქით, ხო, ბაჩაკაცი. პირიქით, ანუ ასე შეიძლება სადღაც ხდება, მაგრამ პირიქით გააკეთა შვილმა ბიჭმა მამა გააბაზა. რივერს ბაჩაბაზი. ბიჭო, რა მაგარი ამბავი მოხდა რა. და ის მე ამას აბრალებს. რამე რომ მოხდეს? იმან მაგიტო გადაულოცა. კრახის შემთხვევაში და მალე მოვა კრახის. ამას დააბრალებს. მაგიტო გადაულოცა ვაფშე. ამას და ხო, შვილების დაობა გვარდავე გოღებოდა. აქ არის და ანონსია ძალიან მსუყე და ორწუთიანი ანონსია და არის მარგალიტები. პირველი ფრაზა მაგარია. წავიდა. შენ არ გადაკირადად და ცხოვრებაში ყველაფერი ვზივარე ტაქსიზე და ტაქსიში მიზის იესო. ხართ გასვეთილი რესპონდენტი თუ ახლიდან დაიბადეთ? უკვე სტრესი არა მაქვს იმის რომ დილით დამირეკავენ საქართველოს საპატრიარქოდან. როდესაც გადაწყვიტეთ რომ მღვდელი ყოფილიყავით, ხომ იცოდით რომ იერარქიული მორჩილებაც არსებობდა? ძალიან მომწონს ჩემი თავი. მღვდელი ჭილოფში ცნობა თქვენი წარმოსახვეთი ჭილოფით რა უნდა გამოვიცნოთ თქვენზე? ხომი მენატრება, ლობიო მენატრება, ყველი მენატრება, ელარჯი მენატრება, ჭამა მენატრება. ამიტომ მისთვის ვისწავლე და ვიწვალე რომ დაი გავაჩერე, მადლობა. ანუ ჩემი მრევლი მენატრება რაღაც. ჟურნალისტი არის ადეკვატური და ირონიული. კი. მე მგონი. მეგეთი განცდა მაგ და ამიტომ შეიძლება ვნახო ეს გადაცემა, მაგრამ რა თურმე რა უნდოდა ბიჭო. ის რაც უნდა გასაგებია. შიოდა კაცო. მოხლი. მაგიტო. და დოლჩე გაბანა, რა ვიცი, რა ევასება, ბოსიან, რა ვიცი. ზენიას რაღაცა აი ეს სათვალე რაც უკეთი, ან მაგ სათვალეში გაწვეს მენა მერტო მაბატია და ზენიას კაბა, ანაფორა, ზენიასი რომ მე ამოს რომ პახუდო აქო მაცვიაო, კაბაო. დავდივარ ხანდახან. ხო, ნუ გასაგებია. გიჟი დავისუფალია, აი სუთა ერთად მოგვი. ეგ და ბოროტე. მამა ბოროტე. ერთად თუ ჩალიჩობე რაღაცა. აი ტოპ დიჯეები რო არიან, დიჯეები. ეგეც იქუნა წავიდეს. ბოროტე და ეგ დიჯეი ბოროტე, პეტრეკოვი. პეტრეკოვი რო მეუნება და იცი რა ცოტა მკრაიხელობა. არა, ბოროტე. აბები რაღაცეები. კი ბატონო. ორნობი. გოგა გველესიანი გოგა გველესიანი ჩვენი ძმა. გველესიანი. ჯერ ესეთი რა კანონს ემორჩილებს? ბიჭო ეს. გაუშვი. იმ კანონს ვფიქრობ არ უნდა დაემორჩილოს. იმ კანონს ემორჩილებით, იძულებით, ვემორჩილებით, ვისაც არ ვცნობთ, იმის მიერ დაწერილ კანონს ვემორჩილებით. აი ჩვენი წაგება სად არის. მაგრამ ვემორჩილებით, იმიტომ რომ ბევრი არ ჩალვართ. მე საუბარი ერთ წამით გააჩერეთ მე ეს მაღალ ინტელექტუალური საუბარი ძალიან მაღალ მატერიებზე და ნული პრიმიტიული კატეგორიებით აგებული წარმომიდგენია ესე ვის კანონს ვემორჩილებით ვინც ხაზ არ ვცნობთ ვინც ხაზ არ ვაღიარებთ იმ რაია ქართველებო და ის გრიგოლია როგორ შეიძლება მეორენაირად გრიგოლიას ვარიანტი ვის კანონს არ ემორჩილებითო ვისო კაზე ამბობენ კანონს არ ემორჩილებითო ვისო ვინც ხაზ კანონს რაც ხაი კანონები რო წელარიან კი აი მე მაინტერესებს ვინ არის ბიჭო დახიოფას გავს რა ვიცი სახიობი თეატრის თუ კინოს კინოში მე ნანახი არც ერთის და არც კინოში ეგ სხვათა შორის ერთი წუთით
აქ ჩვენია, ეგ შენგან უნდა ვიცი. ხო და ან კინოში მე ნანახი არ მყავს. არ ძმაო, შენ ახლა რამათი უფროსი და. ა? რომელ ფილმში? კაპიტანი გეტყვი. კვანტამი გაზის უკა. გეტყვი, ძმაო. ეს არის AI მსახიობი. პირველი ქართველი. კაპიტანი ისა რა. იმ გასყავდა სტუმრად. დებილური შუტკები გავუშვი. კაი. აუ, ნენე დალაკიშვილი გაუ. დღეს გაიყო. ჯედევან პოპკასტი გავუშვი. ჯედაი. შეფასებით თუ არანაირი ვექტორი არ აქვს შენ რა. შენ არაფერი არ ახარ ეს. არც ის ხარ, არც ეს. აი, ნულოვანი ვექტორი ხარ. აი, აბსოლუტურად განულებული ხარ საერთაშორისო დონეზე და როცა ასეთი პოზიცია სიგებ შვეიცარიელიც უნდა იყო რა შენი სამხედრო შესაძლებლობებით პოლიტიკური ისტორიული არჩევა კაცო ნატოში უნდა შევიდეთ სმარტის ყავას რატო ყიდულობს როდესაც სმარტს აკაცუკებისგან ქონდა დიდი პროტესტი ეგ უკვე სერიოზული შენიშნაა ირაკლი წულაი ამბობს რომ თუ პოლიტიკოსებზე აქვთ გართულება გავწიოთ პოლიტიკოსებიო და რაღაცა ვქნათო თვითონ არ არის პოლიტიკოსი ახარიასთან არისო ანუ აღარ არის პოლიტიკოსი ნაც გააკეთე ხო არა ეგ არ არის პოლიტიკოსი აბა ვინ არის ხო კარგი გასაგებია ნენე დალაკიშვილის მათ შორის გაუშვათ აი ძალიან ჩვენ ესეთია ეგ ვინა ნიჭიერი გოგოა გაუშვათ ჟურნალისტი აი ამ ტყუილებს აჭმევენ თავის ბოდიში მაპატიეთ, მაგრამ სუპი ხრებია ქოცებს. მე აღარ ვთვლი და არ მგონია რომ ახლა რაღაცა ტერმინების შერჩევის დროა. მაგაიძერეს ქოცია ის არასდროს არ განქოცდება. მე რამოდენმე სუპს რო ჭამს სუპი ხრებია. რატო არის სუპი ხრებია? ანუ სუპი რატო არის ცუდი? არა, იმიტომ რომ არის საბჭოთა. რუს ბორში ხრები არ შეიძლება რომ უკრაინული გავიგე კონცეფტი ამ შემთხვევაში რა არის რომ სუპის ფულზე არიან გაყიდულები ამათი აზრით ან კონცეფტი წვადი ჭამია უკვე ბობოლაკოცები არიან რა მიხდე აი ბაჩომ თქვა რომ მართლა ვერ მიხდე ხო ეხა გავხდი ხინკლის წვენი ხრუპი ავარო შენ უნდა იყო და მაგიტო უნდა ჭუმად იყო სუპი ხრებია გასაგებია ჭამს ხინკლებს წვადებს დაასკვნა ხილი ნენე წყალი ნენე დალაკიშვილმა დაასწრო რომ დღეს ვინც ქოცია ის არასოდეს განქოცდება ძალიან ჩვენ შემთხვევაში ალბათ ეგრეა კი თამარა ჩერგოლიშვილი კიდევ ერთხელ გაუშვათ მეგობრებო გიჟ თამარა გავუშვით თუ შეიძლება ნაცებზე ლაპარაკი ნაცებზე მიშმაკაკი კი ბატონო აღარა ხო აგერ შემოუშვით რუიანში თიკა ბოკუჩავა და ის ვერ მოახერხა რომ რას გზაზეც თვითონ მიაბიჯებდა და სწორად თვლიდა იმ გზისთვის მისივე თანაპარტიელს სიხლები არ ერწყა და შეურაცხყოფა არ ეყენებინა ანუ ფიქრობთ რომ ხაბეიშვილის გზავნილი ციხიდან პირველ რიგში საკუთარ თანაპარტიელებს ეკუთვნოდა ერთმანეთს ეჩხუბებიან შიგნით რა ჩერგო საერთოდ თავს მიხედონ ჯერ შიგნით ერთმანეთში გაერგო ყველაზე მთავარი ამ პოლიტიკური ინდივიდუალიზმი და გაუწია გვერდი აქ ყველაზე მთავარი რა არის მე მაგ ესე წარმოდგენა ბიჭო ბავშვები რო პოლიტიკოსობანას თამაშობენ აი რაღაცები ხო არის გაეროს მოდელირება და ახალგაზრდული ისინი კიდე უფრო სერიოზული რაღაცა კარიერული ნაბიჯები აი ბავშვები რო მოდელირებას რაღაცებს თამაშობენ პოლიტიკოსი ტრიბუნა რო უდგათ და მიკროფონი იმენა რობლოქს გაიგე რა თქვა რვიანში შემოვიყვანეთ რა დიდი რვიანი ამათ ქონდათ რვიანი ეხა გამახსენდა ანუ რა მაგარია ბიჭო რა რვიანი რის რვიანი ხო ეხა ბოლო ინფორმაცია მეგონი რომ ტაიმსში გამოქვეყნდა როგორც ისე ტაიმსი იყიდა გაზპრომმა და აი ეს რაღაცებს აქვეყნებთ საშინელებებს ტაიმსში და არა მოსკოვ ტაიმსში ხო არა ტაიმსში the times ეს არის ინგლისური გამოცემა ტაბულამ როს რასაც მოპარა თავიდან ბოლომდე ყველანაირი ბრენდინგი ბატონო ოღონდ ეხა გაზპრომმა იყიდა და გაზპრომ ტაიმსია პრაქტიკულად კი ბატონო ვაშინგტონი აფრთხილებს ევროპას და რას აფრთხილებს რომ ფულის უკან დაბრუნებას მოითხოვს თუ ევროკავშირი უკრაინის დასაფინანსებლად 200 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული გაყინული აქტივების კონფისკაციას გადაწყვეტს ხო მაგარია საულმო იმას თუ გავითვალისწინებ რა უთხრა ტრამპმა ვენესუელას ჩემია ეგ ხალხი თემა არა ეგ როგორი ხიშნიკობა ეს ჩემია მაგარი ჩემ არა გასაჩევი რა არის ანალიზი თუ გინდა არა ჩემია ეგ არის ყველაზე ესეთი ლოგიკური ჟანრის კანონი იმიტომ რომ ამერიკისგან
სადაც ნავთობი მოიპოვება დიდი მოცულობით, ყველგან ეგ ადრე რაღაცას იძახდნენ, რომ ეხლა ქიმიური იარაღს ამზადებს. ადრე ძმაო დემოკრატიის ექსპორტი. ფენტანილი შემოდისო იქიდან დემოკრატიის ექსპორტი იყო ადრე ძმაო. არა, ნარკოტიკებზე ნაკლებად აქვს აქცენტი, ჩვენი კუთვნილი ნავთობია ეგო რა და განმარტავს ან არ განმარტავს რამშულა მათია. ანუ გარიგებას აქვს ადგილი მეგობრებო, რა თუნდა გაყიდულია ყველაფერი და ყოჩახ ჩვენმა ხელისუფლებამ რომ აი ამ კაშალოტებში და ამ სილას და გარიბდას შორის ესე მივდივართ რა. კარგით მეგობრებო, ჩვენ ახლა ამ დღეს დავასრულოთ და ხვალ შეხვდეთ ერთმანეთს ცოტა მოგვიანებით. ცოტა მადლობა ყურადღებისთვის, ხვალამდე. გამშვიდობები.